წარმოიდგინეთ, ესე იგი ეკლესიაში აღესრულება ისეთი მსახურება, რომლის დროსაც ამ მსახურებაში მონაწილე ადამიანზე გადმოდის თვალისთვის დაუნახავად, ასე ვთქვათ, მადლი. ეს რას ნიშნავს, რომ რახან საღვთო მადლი გადმოდის, როგორ უნდა აისახოს იმ ადამიანზე? დადებითად ხომ მიპასუხა ლიზი? კი, ეს დადებითად მოქმედებს, მაგრამ დადებითად ეხლა შეიძლება კარგმა მუსიკამაც იმოქმედოს. ხო, განსხვავება ხო არის, სად მადლის რომ მივიღებ და რაღაც დადებითი განწყობა მექნება და სად კარგ მუსიკას რომ მოусმენ ან რაღაცა, რა ვიცი, ლექსს მოусმენ ან რაც მომწონს. კი ბატონო, მაგრამ თვითონ ამ მადლის მიღების შედეგად თქვენი აზრით ადამიანში რა ხდება? უფალთან სიახლე. ანუ მადლი რომ გვეძლევა, უფალს უახლოვდებით ჩვენ. ანუ მადლის განმარტება მარტივი ენით ეს არის რა? საღვთო ძალა და ენერგია. ანუ მადლი რომ გვეძლევა, ეს იმას ნიშნავს, რომ მოდის საღვთო ძალა და ენერგია ჩემს.